შედგება რევას გაბრიაძის სცენარით შექმნილ ელდარ შენგელაიას მიერ ფილმზე შერეკილები. ეს არის ეპოქალური ფილმი და სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვარდი. აი შავი კაცი ვინ იყო? გევიდა გაღმა მარილზე. რამდენი ფრაზა გავიხსენოთ, რომელსაც ზუსტად 53 წელია იმეორებს დიდი თუ პატარა საქართველოში და სხვათა შორის ამ წყვილმა წინა ეპიზოდში მაქსიმალური ქოვლები მოიპოვა და ახლაც ხომ გითხარით გაფრინდებიანო, მაშასე შევეგებოთ ჩვენი ვარსკვლავური წყვილი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე ნელი ვალსი. ასადობი მგონი კარგად გავისროლეთ, ხო? აი გასროლა იყო და მოდი ახლა ნახდად გავისროლოთ ადინა. მზად ხარ? კი. კარგი ვასება. მე მეკითხები? კარგად ისვრი? შენი აზრით? კიდევ ინძლავი გინდა? ნახოთ. წამონახოთ. ნანუკა რატი პოზიციამდე მისვლამდე გადახსნილი უნდა გქონდეთ იარაღი, მხოლოდ და მხოლოდ პოზიციაზე უნდა დატრენოთ, ვაზირებით და შემდეგ რო აი და ვიღაცას არ ვესროლოთ, ხო? ისვრია? კი, შენ? ერთხელ. კომპიუტერში რამდენიც გინდა? ისე როგორც წეკო. ვაუ, მადლობა. ვაუ, სამი. ფრე არის. ეს არ იყო მესამე ეპიზოდის ცეკვა. ეს იყო საფინალო. ეხლა მგონი უფრო გაგვირთულდა საქმე, იმიტომ რომ ისეთი კარგი ნომერი გამოვიდა, რასაც საერთოდ არ ველოდი, რომ ეხლა რა უნდა ვქნათ ისეთი, რომ ეს გავამჯობესოთ ამით. რატი ყოჩახ კარგად შეფუთული ნომერი მოიტანე? მე ძალზე ყოფილიყავ მეცეკით მინდა ეკითხრათ. ისეთი რაღაცა არის, რა პასო ან კარგად გამოგივა, ან სულად გამოგივა. ან შუალები არ აქვს ჩემი აზრით პასოს და ჩემი აზრით კარგად გამოგივა. ეხლა ჩვენ ცეკვავთ რას ცეკვა? ნელი ვალს. ვერ ჩავჭერი რა. ვერ ჩამჭრი ვერასოდეს. ნელვას თავის სირთულე, ყველაზე მთავარი სირთულე არის, რომ ნელია. დაზოცეკოთ ნელვას. შერეკილებზე. გიყვარ შერეკილები? რა თქმა უნდა. ყველას ვარ შერეკილები. თამუნია. ღვთის წყალობით ამ ტურში ძალიან კარგად შევძლებთ თავის წარმოჩენას და ესეთი ძალიან კარგი პასოდობლის შემდეგ არანაკლებ შედეგს ვაჩვენებთ ჩვენ ძვირფას გულშემატკივრებს და მაყურებელს და ასევე ჟიურის.
ჩოჩილაძე, ნელი ვალსი. Bravo. ეს მუსიკა იმდენად სულში ჩამწვდომია და მასთან შესრულებული ეს ჰაეროვანი მართლაც შედევრი. ნამდვილად. და უმაგრესი შესრულება. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი აზრია, მთავარია რა თქმა უნდა. ჟიურს. ირაკლი გისმენთ. სიამოვნებით შევაფასებ, ყოველთვის მიხარია და ესე ვთქვათ, დიდი სურვილი მაქვს ხოლმე, რომ აი მაქსიმალურად წყვილს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ასე ბევრს შრომობს, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალური მოტივაცია მივცეთ. მე ვფიქრობ, რომ შენ ნელ-ნელა ყალიბდები როგორც პროფესიონალი სამეჯლისო ცეკვების უბადლო შემსრულებელი. არა, გულწრფელად მინდა აღვნიშნო, ანუ ამას მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩანს კიდევაც მაყურებელიც ამას ხედავს და არის დასაფასებელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხარ ძალიან ნიჭიერი, შრომის გარეშე ვერ გააკეთებ ისე სუფთად იმ მოძრაობას. ამხელა ქორეოგრაფიას ვერ იცეკვებ, თუ ამაში ძალიან ბევრი საათი არ გექნებათ ჩადებული. ეს ორივეს დამსახურება არის, რასაკვირველი არის. მე ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომაც, აი თუნდაც აზიდვები თქვენ შემთხვევაში ნანუკა აი მართლა ძალიან ჰაეროვანი არის, როგორც ნომრის დასაწყისში, ესე ვთქვათ, გაფრინდი, ასევე აზიდვები იყო ძალიან მსუბუქი. ეს ამას უნდა ხაზი გაუსვათ. კარგად დაბალანსებული იყო მთლიანად მთელი მუსიკა, შევსებული მოძრაობების და მე გადავხედეთ წინა გასულ კვირებს, ფაქტობრივად ხართ აი სტაბილურად ლიდერებში, ოღონდ არა ქულებზე მაქვს საუბარი, აი ლიდერებში ძლიერი ქორეოგრაფიული ნომრებით. ამიტომ გააგრძელეთ ასე, გააძლიერეთ კიდევ ერთხელ და რატის უნდა უთხრა, რომ რასაკვირველია უკვე ნელ-ნელა მივდივართ, მივიწევთ მეოთხე ეპიზოდი არის, ანუ სწორად უნდა გამოიტანო ნელ-ნელა ის ძლიერი მხარეები, რაც დარწმუნებულია კიდევ ძალიან ბევრი აქვს. ყოჩახ, ძალიან კარგი იყო. დიდი მადლობა ირაკლი. ახლა შორენა თქვენ გისმენთ. საღამო მშვიდობისა, ნანუკა ან რატი. პირველ რიგში ძალიან კარგად გამოიყურებით, მომწონს როგორ გამოიყურებით, აუთფიტ როგორ გაცვეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მოუხდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კინო და მუსიკა არის. სხვათა შორის ძალიან კარგია რომ ეს აირჩიეთ Waltz, Slow Waltz არის ძალიან რთული ცეკვა. მე ყველაზე ესე ვიძახით, სხვათა შორის ყველა ცეკვა ძალიან რთულია, მაგრამ Waltz თავისი სირთული აქვს, უნდა ღრმად ჩახვიდე დაბლა, დიდი ერთი, მერე უნდა იყო დაბლა, ეს ყველაფერი. ეხლა რა მინდა იცი გითხრა? რატი იცი შე რას აკეთებ ეხლა კარგს ამ გოგონასთან? მე წინაზე გითხარი, მე მგონი გითხარი, ხო? რაც კარგი აქვს ის გამოგაქვს, ხო? You pull best out of her, ხო? ესე ხო ისტორია. ის გამოგავს, რაც არის ყველაზე კარგი, მაგრამ თან ყოველ კვირას ზრდი, რაც ძალიან კარგია, ხო? ძალიან მომეწონა რომ ეს ზედმეტი არაფერი არ ქონდა და გამოიტენდე, კარგი კომპოზიცია აჩვენე, მაგრამ ნანუკა იცი რას გირჩევდი? ქუსლით რომ მიდიხარ იატაკზე, უნდა იყოს შენი ქუსლი. იქიდან რომ მოდიოდი პრომენადიდან რომ წამოხვედი, ცოტა ჰაერში ცეკვავდი, მაგრამ რა თქმა უნდა, რატიმ დაბლა გიშვებს დათი, მაგრამ შენ თვითონაც willingly, როგორ თქვა willingly? უნებურად მე მგონი ხო? თავისით შენ თვითონ ჩადი დაბლა და ყოჩა და ქუსლი იატაკზე რომ კონდეს გამიგე რატი ცოტა ჰაერში ცეკვავს და შენთვის უფრო უკეთესი იქნება. კისერი ცოტა უფრო კი გრძელი კისერი გაქვს, მაგრამ კიდე უფრო რომ დაჭიმო და გადაიყვანოს შენ მარცხნივ და left head weight მოგცეს, როგორ თქვა, left head weight, უფრო მარცხენა body weight რომ მოგცეს, უფრო უკეთესი იქნება და საერთო ჯამში მე მგონი ეს იყო უფრო გაზრდილი, კი, კარგი პასადობლი ქონდა, მაგრამ ეს უფრო კარგი გაზრდილი ცეკვა მოიტანე. ძალიან კარგია რომ ჩვენი ჟიურის წევრები პროგრესს ხედავენ ჩვენს წყვილებში, გოჩარას გოტყვის. Okay. ნანუკა რატი Slow Waltz მოდი ხო ვიღავ თვითონ Waltz-ზე. ეს არის the movie tour, ფილმის ეპიზოდი ხო? ნამდვილად. ამიტომ თემატურობა და თემატურობას ვერიდები როგორც ხედავთ ვაკეთებ technical comments მაქსიმალურად რაც შემიძლია, okay? ხო, და უყურე პასადობლი მაგალითად იყო ძალიან ძლიერი მაგრამ პასადობლი რო ვთქვათ, ეხლა თვითონ ეფექტურია.
right? ძლიერი იყო, მე არ ვიცახი რომ იმიტომ რომ ადვილის ცეკვა, ძალიან რთული ცეკვა, okay? მაგრამ აი რო გამოიტანო walls და არა მოცეკვავე, მიცეკვა აი ესე დონეზე ეს walls მართლა ძალიან აი უკვე არ მინდა რამის თქმა არ სიამოვნებს, მაგრამ აი მართლა ძალიან კარგი იყო, ხალხო, ვერ გავიგე. აი უკვე გოჩა, უკვე გვიანია. ეხლა რო ვიძახდი ეხლა გამიგია შეცდომა გამიგია მაგრამ თვითონ ეს დგომი საიდან მოვიდა როგორ მოგივიდა საიდან არა ნუ რატი არაფერ შუაში კი რა თქმა უნდა მასწავლებელი შუაშია გასწავლა მაგრამ აი შენ რომ იცეკო რატისთან ან ჩემ მკვდარ ბებიასთან ან კოპლებიან ჩოჩორთან მაინც ყველაზე კარგი ხარ რატომღაც ვერ რაღაცნაირ არა სერიოზ ესე იგი კურდღელი გამიპროტესტდა კოპლებიანი ჩოჩორია არა უყურე მე ახლა რა არის ყველას უნდა მიეცეს თავისი რაც ეკუთვნის კრიტიკა და რაც ეკუთვნის კი რატიმ გასწავლა მასწავლებელი ასწავლის ყველა ძალიან კარგი პროფესიონალია მაგრამ რატის აი ამ წამს შენი მხრები ხელით არ ეჭირა ოკეი და არ დაგატარებდა და არ გეუბნებოდა რეაქცია როგორ გააკეთო sway over sway I mean follow away sleep აი როგორ აი ეგეთი რაღაცეები თეკნე მე რო უყურე პროფესიონალურად აი ეგ მაკვირვებს და ძალიან ადრია ესეთი რაღაცებს აკეთება რომელ მეოთხე ეპიზოდია ნანუკა ტირის ნანუკა ცრემლებს ხედავდა უნდა ტიროთ შემოკარგო ნანუკა გაქებენ იშვიათად ხარულის ცრემლია და სხვათა შორის ძალიან იშვიათად ხდება ესეთი ძლიერი რამოდენიმე წვილი ხართ და ამიტომ მოდი ესე გააგრძელეთ სხვა არაფერს არ გეტყვით ყველამ okay well done შეფასებას ასეთი უნდა დიდი მადლობა ჩვენს ჟიურის ვარსკვლავური წყვილი ბაბისთან შარკის ოთახისაკენ მონუცხული სიყვარულით სავსე და მეც კი ჰაეროვანი გავხდი ისეთი არაჩვეულებრივი ნელი ვალსი შემოგთავაზეს ნანუკამ და რატი მოდი აცრემლებული ნანუკა სტამბოლიშვილი რატისთან ერთად მოდი შენ ცრემლები შეიკავე სიხარულის ცრემლებია თუ კი დაიტირე და ჩვენ ქულებს დაველოდოთ ირაკლი მაკაცარია 8 შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი 8 გოჩა ჩერტკოევი 8 გილოცავთ 24 ქულა არაჩვეულებრივი შეფასება უმაღლესი შეფასება დღევანდელ კინოტურზე მოდი გითხარი რა შეგრძნება რა ემოციები გული აგიჩუყდა ცრემლები წამოგივიდა მოგვიყევი ეს ყველაფერი შედეგის ახეზეც ძალიან ემოციურად მივიღე ეს შეფასებები ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში ჟიურის ჩემს არაჩვეულებრივ მეწყვილეს ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიგა ბაგრატიანს და ლაშა ჯოხაძეს რომ ესე გამოვიყურები დღეს და ცეკვან ვარსკვლავის მთლიან შემოქმედებით ჯგუფს ასევე და ძალიან დიდი მადლობა